არასრულწლოვნის გარდა აქტივისტებმა გაშიფრეს კიდევ ერთი პირი, ვინც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებს ახმოვანებდა მომიტინგეების მისამართით. ის არის დაჩი ყიფიანი. ის პოლიციამ გაარიდა ბესიკის ქუჩიდან იმ დროს, როდესაც ისიც გაკავებული ჰყავდათ აქტივისტებს და პოლიციას მოუწოდებდნენ რეაგირებისკენ. თუმცა ირკვევა, რომ ის არც გამოკითხული არ არის, მასთან პოლიცია არ მისულა და არც დამაზუსტებელი შეკითხვებისთვის დღეს განყოფილებაში არ დაუბარებიათ. ამაზე მეტყველებს მისი ოჯახის წევრების სატელეფონო ინტერვიუები. მის მშობლებს ვესაუბრეთ, მათ არ გაკვირვებიათ ჩვენი კითხვები და არ უარყოფენ, რომ ის იმყოფებოდა რუსაველისა და თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ ბესიკის ქუჩაზე, თუმცა რა კავშირი აქვს მას შეიარაღებულ არასრულწლოვანთან, ამაზე ოჯახი აღარ საუბრობს. თქვენი შვილი დავით გრძელიძესთან მეგობრობს? არა, არ ვიჩნებაში არავის. გუშინ პოლიცია ხომ არ ყოფილა და ხომ არ დაკავშირებიათ თქვენ რუსთაველის გამზირზე ან ბესიკის ქუჩაზე მომხდარი ამბის გამო? არა. თქვენმა შვილმა არ გითხრათ არაფერი, რატომ იმყოფებოდა? თქვენ ვერ ხართ რომ მითხრათ? TV პირველიდან გირეკავთ. არა. რატომ იმყოფებოდა გრძელიძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად და რატომ აგინებდა აქტივისტებს? არ ვიცი. იარაღით იყო დავით გრძელიძე, მათ შორის და აქციის მონაწილეებს ემუქრებოდა. თქვენი შვილის კადრებიც გავრცელდა, ნახეთ თუ არ გინახავთ? ეხლა დაკავებული ვარ და დაგეცდები. არავინ არ დაკავშირებიათ პოლიციიდან? თვითონ არაფერი მოუყოლია? არა. გუშინ გვიანღამით სახლში იყო 9-დან 11-მდე. 9 საათიდან 11-მდე სახლში იყო? დავით გრძელიძე თუ არის თქვენი შვილის მეგობარი, ან თქვენი შვილი გუშინ რუსთაველზე და ბესიკის ქუჩაზე რას აკეთებდა? პოლიცია არ შეეხმიანა? ჩვენ ვესაუბრეთ ინციდენტის შემსწრე აქტივისტებს, ის ვინც მიიღო მონაწილეობა შეიარაღებული პირის გაუნებელყოფაში და ასევე ის პირი, ვინც ნახა როგორ აცილებდა პოლიციელები როგორ აცილებდნენ დაჩი ყიფიანს. გვიყვებიან, რომ შეიარაღებული პირი კაფეში შევარდა, იქ დაუმიზნა სწორედ აქციის მონაწილეებს იარაღი, ამის შემდეგ შეძლეს, რომ მისთვის იარაღი წაერთმია და პოლიციელებისთვის ჩაებარებინათ. გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები გვიყვებიან, რომ ეს ჯგუფი, რომელებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ მომიტინგეებს და პროვოცირებას ცდილობდნენ დაპირისპირების, დაკავშირებული არიან ჯგუფ ბერგმანთან, რომლის ერთ-ერთი ლიდერი დაკავებული არის ახლა 15 წლის არასრულწლოვნის წამების გამო. ის ახლა ციხეშია და გადაწყვეტილებას ელოდება სასამართლოს. ამბობენ, რომ სწორედ ამ ჯგუფს ახლა პოლიცია იყენებს დაპირისპირების პროვოცირებისთვის და ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებად მოიხსენიებენ, რადგან ისინი გავლენის ქვეშ არიან და სწორედ იმართებიან იმ ჯგუფების მიერ, ვისაც უნდა რომ დაპირისპირება გამოიწვიონ საზოგადოებაში. შეიარაღებულები იყვნენ თუ არა, იქ ჩვენ ხო არ დაგვესაზღვრებოდა. ამის შემდგომ, როდესაც შეურაცხყოფა მოყენეს, მივედით და უთხარით, რომ დატოვეთ ეს ადგილი და პროვოკაციას მოაწყობენ და ამის შემდგომ წავიდნენ და თან მოგვაგინეს და ეს რომ მოგვაგინეს და რაღაცა გავყევით რომ რატო გვაგინებენ. ერთ-ერთი წევრი შევიდა ამ იმაში, რა ქვია, კაფეში თან პარალელურად რომელსაც მიდიოდა შეგვაგინა. რო შევყევით, რა ვიცი, ეგრე მოხდა, რომ მივიდა კედელთან, სადაც თუ არ ვწდები, მე როგორც მახსოვს, ადამიანები ისწრდნენ მათ შორის მცირეწლოვან ბავშვთან ერთად და შევარდა ამ კაფეში, ამოიღო იარაღი და ხან მე მომიშვია, ხან ლევანის მოგვიშვია და განვაუნებელყოთ, შევბოჭე და დავაგდეთ ძირს. მან ერთი გაიყვანეს ის, ვისაც იარაღი ჰქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე ნახით იმ დროში როგორ მიყავდა ხელი ხო გადახურული. აი, გვახსოვთ ის სცენა, რაც მელიქი გუზებდებოდა და როგორც გაირკვა ეს ბიჭები იყვნენ ბერგმანი არის ეგეთ დაჯგუფებული მაგის წევრები, რომლის ხელმძღვანელიც არის ციხეში ახალგაზრდების წამების გამო და ასევე ეს ყოფილა რომელაურის ნათქვამი. თვითონ ნაციონალისტებმა დაწერეს რაღაც პოსტი დაწერეს, რომ ისინი ჩვენები არ არიანო და როგორც აქ ტიტუშკებს ასე შემდეგ იყენებს პოლიციაო და
ну ხედავთ რა რეალურად რა მოცემულობა უკვე ისეთ მდგომარეობაში გადავიდა ქართული ოცნება ხელისუფლება რომ რა ვიცი იარაღის წახალისებაც ხდება ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით ბრალი არ წარუდგენიათ იმ პირისთვის, ვინც დაკავებულია იარაღის ქონის გამო, ასევე ჯერჯერობით გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ ლევან ჯობავა, რომელმაც მიიღო სწორედ მონაწილეობა შეიარაღებული პირისთვის იარაღის წართმევასა და მისი პოლიციისთვის გადაცემაში.